ალბათ მეგობრებო, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. ამასთან დაკავშირებით მინდა რომ ვისაუბროთ ჩვენ დღევანდელ ვიდეოში. მე მომწონს ეს რეფორმა და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ისეთი პროგრესული გადაწყვეტილებაა, ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს და ამაზე მე აგიხსნით ჩემს მიზეზებს, რატომ მიმაჩნია ასე და რატომ ვფიქრობ, რომ ეს ამ რეფორმას ჩვენს ყოველს უნდა შევუწყოთ ერთად ხელი. ამის შესაძლოა რამდენიმე მიზეზი, მაგრამ ეხლა ქუდი ეწვისა, როგორც ამბობენ, ანუ მე ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე, მაქვს ეს განცდები ჩამოყალიბებული და მე პირველ რიგში მირას მიმაჩნია მთავარ საფრთხედ დღეს იქიდან გამომდინარე ვუყურებ ამ საკითხს და აი ხავე აგიხსნით ამაში რას გულისხმობ. მაგალითად, ჩემი აზრით, როცა გვაქვს ქვეყანაში ორი ოკუპირებული ტერიტორია, როდესაც გვაქვს დემოგრაფიული პრობლემები, ბ და გ, როდესაც გვაქვს საფრთხე, რომ რეალურად ხდება სოფლებიდან მოქალაქეების გასვლა, დაცლა საზღვრისპირა რეგიონებში და საზღვრისპირა რეგიონებს თავიდანებად კაი ჩავთვალოთ, რომ თვალი დახუჭოთ იმაზე, რომ იქ სომხეთი თავისას გვედავება, თავისას არა ჩვენსაც გვედავება, აზერბაიჯანი თავისას კი არა და ჩვენსაც გვედავება, თურქეთი კიდე რაღაცას გვედავება. იმას რომ თურქეთი ამ მომენტში ესე აქტიურად ღია ტერიტორიულ თერაპს არ გვედავება, მაგრამ იქ ჩამოსახლება უნდა ადამიანების, რომლებიც თქვა მოკლედ ამ საკითხს დღეს არ მინდა შევეხო. ჩვენი უდიდესი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, თურქეთს, რუსეთია ჩვენი მეზობელი, მაგრამ აი ჩვენ საზღვრისპირა მეზობლებს რომ თავი დავარდებოთ, ორი ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს ქვეყანაში. საოკუპაციო ხაზი გადის აი აგერ ჩვენს ყურისძირში, რომლის გარშემოც კი იცლება სოფლები. აი ერთ-ერთი მთავარი საოკუპაციო ხაზი ხო გადის ხაშურის რეგიონში. ხაშური აი კიდე კარგი ცოტა რაღაცა აი ცოცხალიებდა, რომ ნუ ხაშური არის ერთ-ერთი მთავარი გზაგამტარი და იქით ის რა ქვია ნაზუკებს ატყიდიან ცხინვალში კი არა და ნაზუკებს ატყიდიან გამახსენეთ აღარ მახსოვს იქ არის თავად დამაკავშირებელი ხო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს და შესაბამისად ხაშური კიდევ კარგი საბედნიეროდ არ იმყოფება დემოგრაფიული დაცლის თვალსაზრისით მაგრამ ცოტა აქეთ ზემოთ ქალაქ სოფლებს თუ გავუყვებით მივხვდებით რომ ხაშურის რეგიონშიც კი სადაც ჩვენ ცხინვალის რეგიონში გადის საოკუპაციო ხაზი და რის იქითაც უკვე ოსის სეპარატისტები და რუსი სამხედროები დაბოგინებენ დროებით, მაგრამ ამ ეტაპზე მოცემულობა ასეთია, რომ დაბოგინობენ ჯერჯერობით იქ არის ის, რომ რეალურად აი რაზე იყო ეხლა ჩოჩანას ამბები, რაზე ატყდა ხო ეს დიდი საგუშაგოები და ყველაფერი, იმიტომ რომ ისტორიის გაყალბებას ეს ადამიანები აგრძელებენ და აი დიპლომატიას როდის აქვს აზრი, როცა ამას ნაწილობრივ ძალაც უმაგრებს მხარს, ხო? ეს დიპლომატია არ არის ეს ისტორიის გაყალბება, რასაც ჩვენი სეპარატისტები აკეთებენ, მაგრამ აი ჩოჩანას ამბავზე მე ხო გადაკიდებული ვარ და გავიხსენოთ რაც მოხდა. რეალურად ბიბილოვის არჩევნები, როდესაც იყო ეგრეთ წოდებული არჩევნები, თორე რა ის არჩევნები და რა ის პრეზიდენტი, როდესაც იყო ბიბილოვის არჩევნები, როდესაც მიმდინარეობდა მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება რა იყო, რომ ჩვენ კიდევ წაგვერთმევდა და მოახდენდნენ ისინი ოკუპირებას დაახლოებით 1800 ჰექტარი ტყის, რომელიც არის ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორია, ეს არის ხაშურის მიმდებარე ტერიტორია, შეგახსენებთ, ხაშურის რეგიონის, იქ არის მოპირდაპირე ჩორჩანას გასწვრივ არის კიდე ერთი სოფელი წნელისი, რომელიც არის დღეს საუბედუროდ ოკუპირებული დროებით და კიდევ უნდა დამატებით რაღაც სოფლების მიერთება. აქ რომ იყოს აქტიური, მე არ ვარ ტყის აქტიური გაკაფვის მომხრე, მაგრამ იქ რომ ყოფილიყო, ამ ტყეში რომ ყოფილიყო განაშენიანება, იქ რომ ქართველებს აქტიური მოძრაობა გქონოდა რეალურად ამ ტყის მითვისების რისკი ხომ არ იქნებოდა. ჩვენ ავაშენეთ, შემდეგ გახარია მააშენა იქ საგუშაგო ზუსტად საოკუპაციო ხაზთან ახლოს, მაგრამ 107 ჰექტარი მაინც დაიკარგა. გარდა ამისა, მოპირდაპირე გადასწრით ამ ჩვენი საგუშაგოს გადასწრით ოსებმა ააშენეს კიდევ 5 საგუშაგო, 2 მოძრავი და 3 სიმაღლეზე შემდგარი და რეალურად ანუ ფაქტიურად იქ რომ ყოფილიყო უფრო აქტიური მოძრაობა და სხვა შორის მე მაქვს კაცარავის ხო რაღაც სამოქალაქო მოძრაობა შექმნილი, რომელსაც ეწოდება ზუსტად სახელი აღარ მახსოვს, რამისოლოგ რა ეწოდება გაერთიანებული მოძრაობა ეწოდება თუ არ მახსოვს, თვითონ სამოქალაქო პირები დადიან ამ ტყეებში და როგორც რეინჯერები ისე მოძრაობენ და აი ამ მონიშნებს, მიმოსვლებს აკონტროლებენ, ალბათ რაღაც პერიოდულობით ამას კიდევ სისტემატიური ხასიათი აქვს, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ჯერ მახსოვს, რომ კიდევ 4 წლის წინ იყო ეს პრობლემა, მაინც რომ მიუხედავთ იმისა, რომ საგუშაგო ავაშენეთ, მიუხედავთ იმისა, რომ საოკუპაციო ხაზთან არის ეს ყველაფერი, რეალურად ჩვენ ვერ ვახდენთ იმას, რომ იქ მოვახდინოთ ჩვენ უფრო უკეთესი პატრულირება, უფრო სიღრმისეულად შევისწავლოთ მიმდებარე ტერიტორიები და აქედან გამომდინარე მოხდეს ამის ათვისება, რომ ეს მცოცავი ოკუპაცია მაინც შევაჩეროთ დროებით, სანამ გვექნება იმის ძალა, რომ რეალურად მოვახდინოთ ქვეყნის რეინტეგრაცია და დავუბრუნოთ ჩვენი ორი ოკუპირებული ტერიტორიები.
ხო, მოკლედ ერთ-ერთი მთავარი ეს არის, რომ როცა ორი ოკუპირებული ტერიტორია აქვს, მაქსიმალურად უნდა მოახდინოს დეცენტრალიზაცია და მაქსიმალურად უნდა მოახდინოს სხვა ქალაქების გაძლიერება. ძლიერი ქალაქი ნიშნავს, რომ მისი გარშემო ტერიტორიები ავტომატურად გაძლიერდება, ავტომატურად განიცდის პროგრესს და ავტომატურად გადაივსება მოქალაქეების მოსახლეობით. აი, მაგალითად, რაც თბილისის შემთხვევაში ხდება, ხო, ნელ-ნელა გაიზარდა, რომ ეს ჯანსაღი პროცესია, ქალაქის განვითარების თამდავი პროცესია. მას აუცილებლად მოყვება მის გარშემო აქტიური ცხოვრების გაჩაღება. ეს ერთი და უპირველესი მეორე მიზეზი, რატომაც ვეთანხმები ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, რაც ავტომატურად გამოიწვევს ფაკულტეტების განვითარება, ავტომატურად გამოიწვევს ქალაქების განვითარებას და მისი შემოგარენის, როგორც უკვე ვახსენეთ, შემოგარენის სოფლების განვითარებას, გაძლიერებას, პროგრესს, დემოგრაფიულ გამრავლებას და ჩვენი, ანუ მე გავუსწროთ რა რეალობას თვალი, რაღაც მომენტში მაინც მოგიწევს რომ რეალობას თვალი გავუსწროთ, ეს არის შემდეგი რომ რეალურად გვაქვს ეთნიკური აფეთქების საფრთხე. ხდება ჩასახლება ეთნიკური უმცირესობების ერთ კონკრეტულ სოფელში, მე ერთ სოფელს მეორე მოყვება და რეალურად ანუ ეს უკვე ეთნიკური უმცირესობა აღარ ახდენს ასიმილაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან და ისინი ქმნიან საკუთარ მინი სახელმწიფოს, საიდანაც მათი მიგრაცია მოხდა და ჩვენ კარები გავუღეთ, შემოუშვით, საჭმელი მივეცით, სასმელი მივეცით, მიწა მივეცით, სროხები მივეცით, განათლება მივეცით, ყველაფერი მივეცით და ეს ყველაფერი ემსგავსება რაღაც მინი ვერსიას იმ სახელმწიფოს, საიდანაც ჩვენ სახალხო შემოუშვით და დავასახლეთ და კარები გავუღეთ და არის იმის შანსი, რომ ომი რომ დაიწყოს, ყველაზე ისეთი გაცოთილი მაგალითი მოვიყვანოთ, ომი რომ დაიწყოს, ისინი ვის მხარეზე იქნებიან აგენტურის არსებობის საფრთხე, ვისგან უფრო დიდია, ამასაც რომ გავუსწროთ თვალი. ხო, ეს პირველი მიზეზი და ჩვენთვის უმთავრესი რაჭყილიდანაც მე ვუყურებ, ხო, აი თავიდან რომ ვახსენე, რომ აი ქურდს კოდი ეწვის, ახლა ძალიან ნეგატიური მაგალითი შემოვიყვანე, ახლა ჩვენთვის ქურდად არა ვუქო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ნუ უკეთესი მეტაფორა ახლა ამ შემთხვევაში არ გამახსენდა, იმიტომ რომ ჩემი აზრით რაც არის მთავარი პრობლემა, რაზეც უნდა კონცენტრირდეთ, არის ეს და არა ის, რომ ახლა მაგალითად მაშინ რა ქვია არ ვიცი, ვიღაცა თუ გადავა ახლა საცხოვრებლად, იმაში რა ქვია, ნუ ქუთაისი საკმაოდ განვითარებული და ძლიერი ქალაქია, რომელიმე პატარა ქალაქში თუ გადავა, აი მაგალითად იგივე ახალციხეში თუ გადავა სასწავლებლად, ახლა იქ კლუბები და მუზეუმები არ დახვდება, აი ძალიან დიდი ბოდიში თუ არ დახვდებათ, ახლა კლუბები და მუზეუმები, როცა უფრო დიდი საქვეყნო საქმე წყდება, ის 4 წელი გაძელით ახლა მუზეუმების გარეშე და კლუბების გარეშე. და გარდა ამისა, ეს ავტომატურად აჩქარებს იმ პროცესს, რომ ზუსტად ის უფრო მეტი კლუბი და მუზეუმი გაჩნდეს იმ ტერიტორიულ ერთეულებში. აუცილებლად გამოიწვევს ეს ყველაფერი იმას, რომ გაიხსნას მეტი საკვები პროდუქტის მაღაზია, აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ გაიხსნას მეტი საკვები ობიექტი, გაქირავდეს მეტი ბინდა შემოგარენში, ანუ უშუალოდ იმ ქალაქში, აუცილებლად გამოიწვევს, გაჩნდება ბევრი სამუშაო ადგილი, რაც მოახდენს მიგრირებას გარშემოუყოფი ტერიტორიებიდან, კუთხეებიდან, რაიონებიდან, რეგიონებიდან, სოფლებიდან, ქალაქებიდან, იმიტომ რომ გახდება მეტი მუშახელი საჭირო. ამასთანავე სტუდენტებს შეიძლებათ რომ იქვე ადგილზე მოახდინონ დასაქმება და მოძებნონ სამსახურები. მოკლედ ვფიქრობ, რომ ის გენიალური აზრია, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, მაგრამ აქვე ვახსენებ ცალკე ბევრი მილაპარაკი ამაზე ვიდეოებზე, მაგრამ გამორიცხულია, ყოველდღე მიუღებელია ბოლონეზის შეთანხმებიდან გამოსვლა, 12 წელი უნდა დარჩეს სკოლა, 4 წელი უნივერსიტეტი, 2 წელი მაგისტრატურა, 3 წელი დოქტორანტურა. აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ სტუდენტებს უნდა გქონდეს შანსი, რომ წავიდნენ საზღვარგარეთ, მიიღონ დასავლური განათლება და დააბრუნდნენ და საკუთარი რესურსები დააბრუნდნენ შინ. გარდა ამისა, ხარ მითხრათ, რომ მიგრაცია სტუდენტებს ემუქრებათ და უკან აღარ ბრუნდებიან. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ბრუნდება უკან თავის სამშობლოში, რამდენიმე წელი განათლების მერე. ჯერ არ გააჩერებთ, მაგრამ რომს გააჩერონ და რომს მოახერხონ სამუშაო ვიზის გაგრძელება, ისინი მაინც დიდი ალბათობით უკან დაბრუნდებიან. ჩემ გარშემო ყოველ შემთხვევაში ასე ხდება და მთავარი მიგრირების წყარო არის შუახნის და შუახას გაცილებული ხალხი, რომლებსაც რეალურად აქ უნდა შეუწყოთ სამუშაო პირობები. მაგრამ სწორი აღზრდა უნდა მოხდეს ჩვენი მოქალაქეების, ბავშვებს უნდა აუხსნათ რეალურად, რომ ანუ შენი სამშობლო აქ არის, უნდა წახვიდე, განათლება მიიღო და დაბრუნდე და ეს საფრთხე თუ გაიზარდა და წავიდნენ ჩვენი სტუდენტები და აღარ ჩამოვიდნენ, ამაზე მე ცალკე ვისაუბროთ, მაგრამ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი აი ეს იდეა მე პირადად ძალიან მომწონს ამ ეტაპზე. თუ განსხვავებული აზრი გაქვთ, დაწერეთ კომენტარებში და გავაგზავნოთ ამაზე დებატები.